მუნიციპალიტეტი ჩვენს სისტემაში არ არის ეკონომიკური სუბიექტი, რომელსაც შეაქვს თავისი წვლილი სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაში. ეკონომიკური განვითარება რა არის? ადამიანის ყოფითი გარემოს გაუმჯობესება. თუ მუნიციპალიტეტს თავისი წილი გასაკეთებელი აქვს ადამიანის ყოფითი გარემოზე, მას ორივე ამ მიმართულებით უნდა ქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტარი და ავტონომიური. მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს პრიორიტეტები, მაგრამ ეს პრიორიტეტები მის უფლებამოსილებაში არის. სოფლის მეურნეობაში მუნიციპალიტეტს არანაირი კომპეტენცია არ აქვს. ტურიზმის თემა ცენტრალიზებულია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტები აწარმოეს საქართველოს და რაღაცა, ეს მთლიანად ცენტრალიზებულია. თბილისში იღებს გადაწყვეტილებას იღებს ვიღაც чиновники, რომელიც საერთოდ ნამყოფი არ არის ამ სოფელში. წარმოდგენა არა აქვს იქ რა არის რეალურად განვითარებული, რა ინფრასტრუქტურა არის, მოსახლეობას რა შეუძლია, განათლების დონე როგორია, არაფერი არ იცის. ხელისუფლება რაც უფრო ახლოს არის თავის სამომრჩეველთან, მით უფრო ადეკვატურია მისი საჭიროებების და პრიორიტეტების მიმართ. სუბიექტი არ არის მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების, რეგიონი ჩვენ რეალურად არ გაგვაჩნია. მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ერთ უწყებაზე, ხო? ეს არის ეკონომიკის სამინისტრო. აღმოსავლეთ ევროპაში ეს მოდელი მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტი მოწადინებულია რომ მაქსიმალურად უკეთესი ყოფითი გარემო შექმნას როგორც კერძო პირებისთვის, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობენ და ასევე კერძო ბიზნესისთვის, რომელიც იქ აქტიურობს. არის შექმნილი სისტემა, როდესაც მუნიციპალიტეტში თითო შექმნილი სამუშაო ადგილიდან შემოსავალი მისდის. დიახ, გასაგებია.